არ გაიგეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცემათ და არც ემსახურო. ეკლესიების უმეტესობას ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოდ აქვს. თუმცა ადრეულ ეკლესიაში ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოდ არ გამოიყენებოდა. ადრეული ეკლესიის ხანაში ჯვარი სიკვდილით დასჯის იარაღს წარმოადგენდა სიკვდილმისჯილებისთვის. ადრეული ქრისტიანებისთვის, რომლებიც ჯვარცმით, როგორც ჩვეულებრივი გამოცდილების საზარელი ფაქტით იყვნენ გარშემორტყმული, არ არსებობდა ჯურისგრძნობებით გალამაზების საფრთხე. თავდაპირველად ჯვარი წარმართობის სიმბოლო კერპი იყო. ჯვრის ფორმები გამოიყენებოდა სიმბოლოებად რელიგიურად თუ სხვა მიზნით დიდი ხნით ადრე ქრისტიანულ ეპოქამდე. ჯვრის საჯაროდ გამოყენება ქრისტიანებმა როგორც სიმბოლო კონსტანტინეს დროს მიიღეს. ქრისტიანულმა ეკლესიამ წარმართობის სიმბოლო ჯვარი მიიღო, როდესაც ადამიანებმა წარმართობის სიმბოლო შექმნეს და მას თაყვანს სცემდნენ, ისინი განადგურდნენ. სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. და განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო. მაშინ რატომ სცემდნენ თაყვანს ისრაელები კერპებს, მიუხედავად იმის, რომ იცოდნენ, კერპების თაყვანის ცემა განადგურებამდე მიიყვანდა მათ? ეს იმიტომ მოხდა, რომ კერპ თაყვანის მცემლებმა მოატყუეს ისინი. კერპ თაყვანის მცემლებმა ისრაელებს მოატყუეს, თითქოს ეგვიპტის კერპი ღმერთი იყო და წაახალისეს ისინი კერპის თაყვანის ცემისკენ. დღესაც კი კერპ თაყვანის მცემლები ატყუებენ ხალხს, თითქოს ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა და იესოს მსხვერპლის შეხსენება, რათა მათ შეძლონ ჯვრის კერპის თაყვანის ცემა. ამიტომ, როდესაც თაყვანს სცემ ხატს, იქნება ეს ღმერთი თუ ქმნილება, შენ უკვე მოხიბლული ხარ ცრურწმენით. წყეული მწიყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი. ხელოსნის ხელით ნაკეთები და დადგას ფარულად. ისინი, ვინც ჯვარს ქმნიან და თაყვანს სცემენ, განადგურდებიან. ირწმუნეთ ახალი აღთქმა, რომელიც ქრისტემ დაადგინა და გადარჩებით ქრისტეს სისხლში მონაწილეობით.